როგორც წინა ვიდეოში შეგპირდით, მინდა როგორც ბიოლოგმა გაგიზიაროთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა. ან წესი იყოს ორივე ერთად. თუ როგორ გამოვიყენოთ ყურსასმენები ისე, რომ შევინარჩუნოთ სმენითი ფუნქცია. პირველ რიგში მუსიკის ხმა მაგალითად არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. ეს თავიდან აგვაცილებს სენსორული უჯრედების, რეცეპტორების დაზიანებას. რეკომენდირებულია დღეში ყურსასმენების გამოყენება არ აღემატებოდეს 2-3 საათს. მაგრამ ახლა თუ დიდხანს უსმენთ, 1-2 საათში გააკეთეთ 10-15 წუთიანი პაუზა, რომ არ გადაიღალოს ჩვენი ყური. გაითვალისწინეთ, რომ ყურსასმენები არ გამოიყენოთ ხმაურიან ადგილებში, ქუჩაში, მეტროში, ავტობუსში, რათა გაზარდოთ ხმა საჭიროებაზე. ყურსასმენები არ უნდა ახდენდნენ ზეწოლას სასმენ ნიჟარაზე და გარეთა სასმენ მილზე, რათა არ გამოიწვიონ მათი დაძაბულობა და გაღიზიანება. ხშირად მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც მგზავრობის დროს ავტობუსში ან სამარშრუტო ტაქსში გვერდზე მყოფი ადამიანის ყურსასმენებიდან პირადად მე მესმოდა ხმა, და ამიტომ შეარჩიეთ ისეთ დიაპაზონში ხმა, რომ გვერდით მყოფი ადამიანს არ უნდა ესმოდეთ ის, რასაც თქვენ უსმენთ. ყურსასმენები გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი, რეგულარულად გაწმინდეთ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციების გავრცელებას. დარწმუნდით, რომ ყურსასმენები ტექნიკურად გამართულნი არიან, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი, ზედმეტი დატვირთვა, ბგერების დამახინჯება და გადაღლა. თუ ძილის წინ უსმენთ მუსიკას ან აუდიო წიგნს, იცადეთ ყურსასმენებით არ ჩაგეძინოთ, რათა თავიდან აიცილოთ სმენის დაქვეითება. მე მგონი, რომ თქვენ მიხვდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ყურსასმენების სწორად გამოყენებას და ამ რამოდენიმე რჩევის თუ წესის გათვალისწინებით თქვენ დაიცავთ სმენას. გისურვებთ ჯანმრთელობას.